მისალმებით, ჩემო ძვირფასებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოთავაზებით ივნისის თვეში. მოდი ასე გავაკეთოთ, გნებავთ დაცვის სამაჯურებზე მაქვს ისევ აქცენტი, ან ფინანსები წარმატების სამაჯურებზე. თანხები არ არის მითითებული. ეს არის ჩემი სადაბადების დრო შეთავაზება თქვენთვის, მინდა რომ გავაკეთო ესეთი რაღაცა შემოგთავაზოთ. მე ამასობაში ბევრი მიხვდებით კიდევ გაანალიზებთ როგორც წმენდებზე, ხო? რომ ნამდვილად მუშაობს, ნამდვილად ღირს შეძენა და ასე შემდეგ. კარგით, ჩემო კარგებო, ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული. თქვენი ჩაფიქრებისთვის არის გაშლა. ნახე გამოდიეთ რაღაც ასე საშუალო ფენა, მაგრამ ქალბატონი საკმაოდ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი როგორ გთვლით, იცით, ცივ ქალბატონად ან კაცრ ქალბატონად რაღაც გაქვთ ისეთი დამახასიათებელი თქვენ. თვითონ საშუალო ფენა არის ესეთი ქალბატონი. უფრო რატომღაც შეიძლება იმას ვფიქრობდეს, არ არის ჩემი შესაფერი ან რაღაც იყოს კი ესეთი მომენტი, უფრო მგონია მე რომ აქ აქცენტი ჰქონდეს, რომ აი სად ეს ქალი და სად მე მას ჰქონდეს თვითონ ეს აქცენტი. აქ არ არის ის მომენტი, რომ თქვენ ჰქონდეთ ეს აქცენტი. აქ არის აი თვითონ ეფიქრება ამ ყველაფერზე. სად მე და სად ეს ქალბატონი. კარგი, ნახოთ რას გრძნობს. რაღაცებს ჩქარობს აშკარად, თუ რაღაც რას გრძნობს. ენერგიებშია. აქ სხვა ქალიც არის. ერთი წუთი გადავამოწმოთ. თქვენ ხედავთ ესე მრავალ ფეროვნად თუ სხვა ქალბატონიც არის. კიდევ ნახოთ ახლა სხვა ქალბატონი არის აქ. რა საინტერესოა. გეტყვით ახლა ყველაფერს. ძალიან დაფარული. ძალიან დაფარული. არის რა თქმა უნდა უბრალოდ აქ არის ეხლა მაგიური გზები, ეს უკვე აღარ მიგვირს. მე მაგალითად უკვე იმ დონემდე ვარ და ისეთნაირად ვარ. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ეთყობა ესეთი ნაკადი არის, რომ არ არსებობს, ესე იგი, ქალბატონი, ვინც მაგიურად არ ერევა. ოღონდ მესამე ვინც არის. აქ აშკარად თქვენ ნახეთ, ეხლა მე არ ვაკეთებ დიაგნოსტიკას, დაშორებაზე იყო გაკეთებული სიტყვაზე ამ ქალბატონს ჰქონდა უფრო ხო ხვდებით მასთან
ურთიერთობა ქონოდა თუ რაღაც, აი ეს მომენტები, ხო? აშკარად არის, თუმცა რო გითხრა, რომ სტაბილურად არა შესაძლებელია მათ შორის რაღაცა გარკვეულობაც მოხდა, თუმცა არის აქ ადამიანი მესამე. თქვენთან მიმართებაში რაც შეეხება ყოველ შემთხვევაში იმედი აქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ თქვენთან ექნება ისე მეგობრობა, ისე ურთიერთობა, შესაძლებელია თანამშრომლები ხართ, შესაძლებელია მეგობრები ხართ უბრალოდ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ. და ეს სხვათა შორის როგორ არის, იცი, ამაშიც დარწმუნებულია და აქ ამე ისეთ მომენტი, რომ ზედმეტად ეფიქრებოდეს, ეს არ არის. თუმცა ადამიანში ძალიან გარკვეული ტრანსფორმაციები არის ამ წუთში. ძალიან დიდი ტრანსფორმაციები არის, კარგი. თქვენზე რას ფიქრობს, რას გრძნობს? მე მომწონ ხარ შენ, ჩემი არჩევანი ხარ, მაგრამ აქ რაღაც გაუთვალისწინებლად, თუ ესე რომ ვთქვათ, მოხდა, ძალიან ბევრს ფიქრობს, სხვათა შორის აანალიზებს რაღაცა საკითხებს. კარგი, თქვენთან დაასტაბილურებს ურთიერთობას. ხო, ეს ცოტა გაურკვეველია. მე მაინც მგონია, რომ ამ წუთში ეს ვისთანაც არის ეს მისი ენერგია, იმისი ენერგიები, ეს თქვენ არ გეკუთვნით. თქვენთან რაღაც კი სამომავლოდ მომწონდის, მაგრამ ეს ადამიანი არის ოფიციალურ ურთიერთობაში, მე ასე გეტყოდით ახლა თქვენ. თქვენთან თუ ეს არ არის ამ წუთში აქტიური, მოდი ასე გავაკეთოთ, რადგანაც საჯარო არის ეს კაშლა. და თქვენთან არ აქვს კომუნიკაცია და რაღაცა უნდა იცოდეთ. აქ არის ქალბატონი, ვისთანაც კი საკმაოდ, რავი, ისეთი ურთიერთობა არის აქ, რომ მე გეტყოდით, რომ კარგი, მანახე მაშინ ამ ქალთან როგორ აპირებ ურთიერთობას, ვინ არის ეს ქალი შენთვის. სულიერად შემაფრესლა ოჯახის წევრი დაოჯახებას აპირებს. ისე დამფიქსირდა მე იქ მადია, არ გამიკვირდება, ნახეთ, ეს ქალბატონი ზუსტად მაგაზე აკეთებდეს, რომ დაოჯახდეს ამ ადამიანს. იმიტომ რომ აქ პირდაპირ გეუბნებით, აქ არის სტაბილურ ურთიერთობაში ქალბატონი და ეს თუ თქვენ არ ახართ და თქვენ თუ ხართ, მაშინ ეს არის თქვენზე დაოჯახება, კი ბატონო. ადამიანი აპირებს მაშინ პირდაპირ აქ მე არ ვიცი, ხელისმოწერა გადაადგილება თითქოს უკვე იუსტიციაში ზიან. ეხლა გადაირევით, მაგრამ რაღაც სერიოზულად შესდგება, ეს ურთიერთობა. აქ ყველანაირად ცდილობს ეს ქალბატონი ვინც არის. თქვენ თუ აკეთებთ რამეს, მაშინ თქვენ ხართ. მე თქვენზე მინდოდა, თქვენთან როგორ არის, იცი? კი, მე მომწონდი რაღაცა ის მაქვს იმედი, როდესაც გამიხარდება, მაშინ დავბრუნდები და როდესაც გამიხარდება, არც თulis, რომ თქვენთან რამე დაასრულა, ან დაუშვათ ურთიერთობა არ ექნება. მე რა, ესე რომ ვთქვათ, მასთანაც იქნება და თქვენთანაც დარწმუნებულია ყოველ შემთხვევაში. ნებისმიერ დროს მე შემიძლია შენთან ურთიერთობაში ვიყო. ესეთ ის ეს ადამიანი. დავასტაბილო თუ რაღაცა და რა ვკითხოთ ახლა? კარგით, თუ შეგეხმიანებათ, მოდი ასე ვთქვათ, ეს ადამიანი. კონტაქტზე გამოდის თქვენთან, კი, ამას კომუნიკაცია თქვენთან აქვს. კი. ეს ვიდეო რო მოსმენას დაასრულებთ, თუ არ გამოვიდა ძალიან მალე. თითქოს გამოსული არის კონტაქტზე თქვენთან.
უბრალოდ აქ არის აქ ალბატონი, რომელიც ერევა თქვენს ურთიერთობაში. ეს ნახეთ, თქვენი დაკარგვა ამას არ უნდა, თან ამავდროულად. ნუ ალბათ ესეთი ტიპაჟია, ხო? კარგი, რას გეტყოდათ მაშინ ახლა ეს ნახოთ. გეტყოდათ რამე? კარგი, მე მაინტერესებს. ეს ფიქრია თუ სერიოზულად ამბობ ეს. მე ძალიან გავიზარდე, არ გესაუბრებათ, ეს ასტაბილური თქვენთანაც ეს და ზუსტად ამაბნია, ვერ გავიგე რა ხდება ხალხო. მე რაფერი ვერ გავიგე. თქვენთან თუ ასტაბილურებს ის ქალით იმ ქალთანაც ასტაბილურებს ურთიერთობას თქვენთანაც გამზეზის მაშინ ესე გამოდის. მანახე. თქვენთანაც სტაბილურ ურთიერთობაშია. ნუ შეიძლება რავი, დაკმადიშოთ ქორწილში. არ გამიგვირდება. ესეთ დროს უნდა წახვიდეთ ესეთი ადამიანის ქორწილში. და უნდა წახვიდეთ. ანუ ადამიანს ქალს და კიდე იმდენზე ყოფნის თავხედობა, რომ ჩემს ბედნიერებას უყურებო. ახლა თუ ვერ გავიგე, არ ვიცი. აქ არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენ თუ თხოვდებით და ოჯახდებით სხვა თემაა, თუ არა და აქ აშკარად გაიგებთ მალე, მაშინ მე ასე გეტყვით. ეს რაღაცისთვის არის ხო ეს ინფორმაცია აშკარად. ამ ადამიანს ყოველ შემთხვევაში გონია, რომ თქვენ ელოდებით, თქვენ დეპრესიაში ხართ. კი ასე არის. რატო ქონია ეს დიდი იმედი, ხო, რომ ნებისმიერ დროს დაბრუნდები თქვენთან. ამას გონია, რომ თქვენ ესე იგი ლოცულობთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში და ხართ დეპრესიაში, ხართ რაღაცა მონატრებაში, ხართ ძალიან ესე ვთქვათ ენერგიოთ და ასე შემდეგ სასოწარკვეთილი. ამის იმედი აქვს. ესე იგი, ამას გონია, რომ თქვენ ძალიან გიყვართ ეს ადამიანი. ესე გამოვიდა და ამის იქით ვერავის ვერ ხედავთ. თუმცა თვითონ იგივე ენერგიებში არ არის. იმიტომ რომ აქ აშკარად ადამიანთან ისეთი დალაგებული არის ყველაფერი, მე ნეგატივსაც ვერ ხედავ. მაგრამ ის კარგად იცოდეთ, რომ აქ ეს არ ხდება, აქ რაღაც მაგიური ჩარევები არის. არ ხდება ეს, მოდი ასე ვთქვათ, სუფთა იმით, რომ იყოს გრძნობით და ასე შემდეგ. აქ არის ჩარევები. რა ჩარევებია, ახლა თუ არ იცით, უნდა გაარკვიოთ მაშინ დიაგნოსტიკაში. ან არის თქვენ დაგაშორენ ამაზე ჩარევა, ან ის ქალბატონი აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ თვითონ დაუჯახდეს ამ ადამიანზე, ხო? მაინც ერთი და იგივეა რაღაც, მაგრამ ვიცი, რაღაცა ასეთი დაფიქსირდა სამწუხაროდ. ვენა